მე მუშაობდი ადრე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და იქ რაღაც ერთი დამიკავშირდა ერთი სიძველეთ ცოდნე კი არა და აუქციონის ორგანიზატორი და რაღაცა დოკუმენტი მაქვსო და მაინტერესებსო ამისი მნიშვნელობა და გამოვაგზავნინე ასლი. გავაცანით ამ დოკუმენტს აღმოჩნდა უაღრესად საინტერესო იულონ ბატონიშვილს ეხებოდა, რომელიც რუსეთში იყო, მე მგონი ტვერის ოლქში გადასახლებული და იმპერატორის, ესე იგი, იმპერატორის ის იყო ბრძანება იყო ორიგინალი და ადგილობრივ მოხელეებს წერდა რომ მიეცითო დაუნიშნეთო ამდენი ესე ვთქვათ პენსია, ისა ანაზღაურება, ფულა, ჯამაგირი, ქალაქში გადაადგილების ესე ვთქვათ თავისუფლება მიეცით, არ შეზღუდოთო, ქალაქი თვალი არ მოაცილოთო და ქალაქის დატოვების უფლება არ მისცეთო და ნებისმიერი მისი ასე ვთქვათ მოქმედებების შესახებ სისტემატურად წერილობით მაცნობეთო. ეს ისედაც ვიცოდით ლოგიკურად რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ეს არის საბედნიეროდ მოხერხდა ამ დოკუმენტის ყიდვა და საქართველოში ჩამოვიტანეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ადაბინავებული, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არის ლოგიკურად ასეც იქნებოდა და ვიცოდით, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი რომ დოკუმენტური მტკიცებულება გვაქვს უკვე რომ ასე ზრუნავდნენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რუსები ძალიან ამხრივ ძალიან ჭკვიანურად მოქმედებდნენ საუკუნეების განმავლობაში და მათ შეძლეს ფაქტიურად ის რომ სხვადასხვა მეთოდებით, პირდაპირ თუ ირიბი მეთოდებით რომ წარმოიდგინეთ, ერეკლე მეფეს ყავდა 27 შვილი წყაროებით. ამ 27-დან ზოგი ბავშვობაში გარდაიცვალა და 20-მდე მაინც დარჩა, ხო, აქედან ძეები იყვნენ, რაღაც ნახევარი მაინც. და მოახერხეს, ალბათ საგანგებოდ იზრუნეს, რომ მემკვიდრეები ფაქტიურად არ დარჩა. არ დარჩა, მამაკაცი მემკვიდრე ერეკლე მეფისა არ აყვავს. არ აყვავს სამწუხაროდ არც სოლომონ მეფის იმერეთის შტოს მამაკაცი მემკვიდრე.